სამყარო ხელოვნებისა და კულტურის გარეშე იქნებოდა სამყარო ადამიანის გარეშე. აქ TeamLab ფენომენა აბუ-დაბიში ჭეშმარიტი ხელოვნების სული იგრძნობა. აქ წარმოდგენილი ხელოვნება ადამიანებში აღფრთოვანებას იწვევს, რაც ძალიან მიყვარს. სამგანზომილებიანი ხელოვნება ყოველგვარ საზღვარს ცდება. ეს TeamLab ფენომენა აბუ-დაბია, ხელოვნების ნიმუშების წარმოსადგენად შექმნილი ეს ადგილი, რომლის ფართობი 17,000 კვადრატული მეტრია, ყველაზე დიდი საგამოფენო სივრცეა მსოფლიოში. აქ მხოლოდ ჩვეულებრივი დარბაზები კი არ გვაქვს, არამედ წყლით სავსეც. თავიდან ბოლომდე იძირები ამ სივრცეში. აქ საუბარი არ არის მხოლოდ იმაზე, რასაც თვალით ხედავ. აქ შეგრძნებების ყველა ორგანო გჭირდება: სმენა, შეხება, ყნოსვა, გემო. ასეთ შთაბეჭდილებას სხვაგან ვერ მიიღებ. არა მხოლოდ აბუ-დაბიში, არამედ არაბთა გაერთიანებული საამიროების მთელ რეგიონშიც. ეს წარმოუდგენელი სივრცეა. შთაბეჭდილება, რომელიც ადამიანის გრძნობის ყველა ორგანოზე ვრცელდება, ადასტურებს თუ რისი მიღწევა შეუძლია შემოქმედებით ნიჭსა და ინოვაციას ვირტუალური ხელოვნების სფეროში, როდესაც ის აერთიანებს როგორც ხელოვნებას, ისე მეცნიერებასა და ტექნოლოგიას. აქ საზღვრები წაშლილია და თითოეული ნამუშევარი მნახველების ბუნებრივი საქციელის მიხედვით იცვლება, რის წყალობითაც განუმეორებელი ცოცხალი შთაბეჭდილება იქმნება. პეპელა სწრაფად იფრინე. უზომოდ სასიხარულოა, როდესაც აქ აბუ-დაბიში მუზეუმებში მივდივარ და ვხედავ თუ როგორ რეაგირებენ ახალგაზრდები ნანახსა თუ განცდილზე. მომწონს თვალები რომ მოგწყინავთ. ხედავ თუ როგორ მიისწრაფვის შემოქმედებითი სხივი მათი გონებისკენ, როდესაც ამ ყველაფერს ხედავენ და ამბობენ: მეც შემიძლია შევქმნა. ამის მერე რასაც შექმნი, ის განსაკუთრებული იქნება. TeamLab აბუ-დაბი მსოფლიოში ცნობილი ტოკიოში დაფუძნებული ხელოვანთა კოლექტივის TeamLab-ის კონცეფციაა, რომელიც ნებისმიერი ასაკის ადამიანის ცნობისმოყვარეობასა და წარმოსახვას აღვივებს. ჩემი საყვარელი ოთახი ლაზერების ოთახი იყო, სადაც დგახარ ბადეზე და ასე გგონია რომ ის მიდის, მაგრამ სინამდვილეში არ მოძრაობს. კიდე მომეწონა სინათლის ოთახი და ეს ოთახი. თუ ამას რამეს ეტყვი და ყურს მიადებ, ის წკრიალით გპასუხობს. ასე ეკონტაქტებიან ისინი ცოცხალ ადამიანებს. ერთი სული მაქვს, როდის დავუბრუნდები სკოლაში და მოვუყვები მეგობრებს ამ მუზეუმის შესახებ, განსაკუთრებით ამ ღრუბლების ამბავს. ძალიან კარგი და ფუმფულა ღრუბელია. აქამდე არასდროს მინახავს ღრუბელი მიწაზე, მხოლოდ ცაში. მუზეუმი TeamLab ფენომენა აბუ-დაბი ნამდვილი მარგალიტია აბუ-დაბის საადიატის კულტურულ უბანში მდებარე უამრავ სხვა კულტურულ დაწესებულებას შორის. ამ მუზეუმს წლის ბოლომდე დაასრულებენ.